მოგესალმებით. მე ნინო ვაშალომედი ვარ, ჟურნალისტი. ეთერშია გადაცემა სივრცე დიალოგისთვის. დღევანდელი გადაცემის სტუმარი კი გახარია საქართველოსთვის ოზურგეთის მერობის კანდიდატი ალექსანდრე მენაბდია. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში სტუმრობისთვის. პირიქით მადლობა თქვენ და მივესალმებით მაყურებელს. ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ჩვენი პირველი კითხვა თქვენს ბექგრაუნდ შეეხება. ვინ არის ალექსანდრე მენაბდე, რატომ უნდა დაუჭიროს მას მხარი ოზურგეთელმა ამომრჩეველმა? თუ შეიძლება ცოტა რამ მოუთხრეთ თქვენზე ჩვენს მაყურებელს და ამომრჩეველს. კი ბატონო, პირველ რიგში კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მოწვევისთვის, ჩემთვის და რა თქმა უნდა ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მსგავს ეთერებში მივიღოთ მონაწილეობა. ჩემზე რაც შეეხება ალექსანდრე მენაბდე არის ახალი თაობის ჩემი აზრით, ყოველ შემთხვევაში არის ახალი თაობის პოლიტიკოსი, რომელიც რეალურად დაიბადა თბილისში და მიუხედავად იმისა, რომ თბილისში დაიბადა, ძირი ზუსტად ოზურგეთიდან აქვს. ამავე დროს ეს არის ადამიანი, რომელმაც დაამთავრა თბილისში უნივერსიტეტი და ამ ყველაფრის შემდეგ გააგრძელა სწავლა ევროპის სხვადასხვა უნივერსიტეტებში და ჩამოვიდა ზუსტად იმისთვის, რომ ის მიხვდა, რომ ქვეყანაში ცვლილებები არის საჭირო და ზუსტად ცვლილებებისთვის დაბრუნდა ამ ქვეყანაში იმისთვის, რომ თავისი განათლება და თავისი პროფესიონალიზმი გამოიყენოს იმისთვის, რომ თავის ეზოს, ქუჩას, ქალაქს და საბოლოოდ მთელი ერის მასშტაბით მოახდინოს ის ცვლილებები, რომლებიც ქვეყანას ნამდვილად ძალიან ჭირდება. აი კონკურენტთან მიმართებაში რით ხართ უპირატესი? რითი არწმუნებთ თქვენს ამორჩეველს, რომ თქვენ უნდა მოგცეთ ხმად და თქვენ დაგიჭიროთ მხარი? მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში არჩევანი წესი ძალიან მარტივი უნდა იყოს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ცვლილებები არის აუცილებლად საჭირო და როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ქვეყანას ჭირდება ახალი თაობის პოლიტიკოსება და ამავე დროს მომავალი თაობის არის ეს ქვეყანა, ეს მომავალი უნდა გავხადოთ აწმყო და მივცეთ ახალ თაობას შანსი იმისთვის, რომ ეს ცვლილებები განახორციელოს. ჩემი პირველი დაპირება რაც არის ოზურგეთელების ზუსტად ეს არის, რომ მთელი ერის მასშტაბით ოზურგეთი იყოს ყველაზე მეტად ცარიელი კორუფციისგან და ამ ყველაფრის გაკეთება მე მჯერა, რომ ახალ თაობას შეუძლია, თაობას, რომელიც დაიბადა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში და შესაბამისად განვითარებულ ქვეყანებში მიიღო განათლება და გამოცდილება და ეს ყველაფერი უნდა რომ გაუზიაროს თავის ხალხს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და არჩევანი იქნება ძალიან მარტივი წარსულსა და მომავალს შორის. ალბათ ხვდებით, რომ საპასუხისმგებლო თანამდებობაა ოზურგეთის მერობა და რამდენად გაქვთ გამოცდილება და რამდენად გექნებათ ალღო იმისა, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ. პირველ რიგში მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მე მაქვს ის განათლება, რომელიც შემიძლია გამოვიყენო იმისთვის, რომ ეს ქალაქი საბოლოოდ გახდეს წარმატებული ქალაქი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე ეკონომიკური და ტურისტული და მეორე მხრივ გამოცდილებას რაც შეეხება, ჩვენ ახალ თაობას არასდროს არ ექნება ის გამოცდილება, თუ მათ შანსი არ მიეცათ. ამავე დროს მე მინდა ძალიან მარტივად ავხსნა ის, რომ მე არ ვარ მარტო, მე გვერდით ყავს ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან თავიანთი საქმე, ნამუშავრები მაქვს მათთან ერთად არაერთხელ და ისინი არიან თავისი საქმის პროფესიონალები და მე მჯერა, რომ ნებისმიერი გამოწვევისა მიუხედავად ჩემი ასაკისა, მე შევძლებ ამ ხალხთან ერთად, რომ ეს ქალაქი საბოლოოდ დაემშვიდობოს კორუფციას და საბოლოოდ დაადგეს მთლიანი ქვეყანა საბოლოო ჯამში იმ გზას, რომელიც ამ ქვეყნის ერმა ისტორიულად აირჩია. რამდენად იცნობთ გურიას ბრძანეთ, რომ ფესვები აქედან გაქვთ კონკრეტულად ოზურგეთს, რამდენად იცით მისი გამოწვევები, პრობლემები, რამდენად აქტიურია უკვე აქტიურ ფაზაში ხართ შესული წინასაარჩევნო მარათონის, რამდენად ხვდებით მოსახლეობას, მათგან იღებთ იმ პრობლემებზე აქცენტირებას და რამდენად იცნობთ ზოგადად ოზურგეთის პრობლემებს. კი ბატონო, ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს კარიერა და ძალიან მალე უკვე ვიწყებთ ძალიან აქტიურ რეჟიმში მსვლელობებს მთელი ქალაქის გარშემო, რაც შეეხება გურიას, მე როგორც ვახსენე, აქედან მაქვს ძირი, მაგრამ ამავე დროს მე განათლება და სამუშაო გამოცდილება ეს ყველაფერი უცხოეთში მივიღე და დავბრუნდი
და მე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ ის გამოწვევები, რაც ოზურგეთს აქვს, ეს არ არის მარტო კონკრეტული ერთი ქალაქის, ეს არის მთელი ქვეყნის გარშემო, როდესაც კორუფციაში არის ჩაფლული მთავრობა, ამასთან ერთად კონკრეტული ადგილები, აი მაგალითად ცენტრალური ნაწილი არის გაკეთებული და როგორც კი იქიდან გახვალ უკვე ეტყობა ქალაქს, რომ საერთოდ არაფერი არ არის გაკეთებული, ინფრასტრუქტურა არის იმ დონეზე გაკეთებული, რომ ერთ წელს გაკეთება და მეორე დღეს ინგრევა. ძალიან დიდი პრობლემა არის ამასთან ერთად წყალგაყვანილობასთან დაკავშირებით ოზურგეთში, ასევე საჯარო მოხელეებზე ძალიან დიდი ზეწოლა და ჩემი მიზანი არის, რომ ეს ქალაქი გახდეს, რა თქმა უნდა, ევროპული დონის გამჭვირვალე, რა თქმა უნდა, სადაც საჯარო მოხელეებს არ ექნებათ პოლიტიკური პარტიისგან რაიმე ზეწოლა. ეს არის მე რა დარჩევის შემთხვევაში პირველი თემა, პირველი საკითხი, რა იქნება ის რომელსაც თქვენ მოაგვარებთ. ჩემი მთავარი არის სამი ძირითადი ამოცანა. პირველი, როგორც უკვე ვახსენე, ეს არის ის, რომ ეს ქალაქი მთელი ქვეყნის მასშტაბით უნდა იყოს დაცლილი კორუფციისგან და მე რადგან მე ამ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს მერიის ბიუჯეტი და სად იხარჯება ფული. ამასთან ერთად კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საჯარო მოხელეებზე ზეწოლა უნდა შეწყდეს პოლიტიკური პარტიის და მაქსიმალურად უნდა იყოს ის, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ მოახდინონ ზეწოლა საჯარო მოხელეებს და მესამე რაც შეეხება, ეს არის რა თქმა უნდა ის ინფრასტრუქტურა, რომელიც სრულიად არაფერში იფლანგება ეს ფული და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმ შედეგს, რა შედეგს აქვს, ვიღებთ, რომ ერთ წელს გაკეთებული არის, შემდეგ უკვე განადგურებული არის და ადამიანმა არ იცის მისი ფული სად შედის და სად მიდის. ამ ქალაქმა დაიმსახურა ის, რომ კონდეს იმის შესაძლებლობა, რომ გააკეთოს საკუთარი არჩევანი და არ კონდეს ორ რადიკალის შორის გადაწყვეტილების მიღების ვალდებულება. და ამ ყველაფერს როგორ აპირებთ, რომ მოაგვაროთ, როცა ეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია მოგეხსენებათ და ცენტრალური ხელისუფლება არის ის ქართული ოცნება, რომელიც თქვენს პარტიასთან და კონკრეტულად თქვენთან დაპირისპირებული იქნება. ანუ კი, რა თქმა უნდა. ალბათ ხვდებით. კი, ბატონო. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ როდესაც ჩვენ გვინდა ქვეყანაში ცვლილებების შეტანა, რა თქმა უნდა, ეს იწყება ეზოდან, ქუჩიდან, ქალაქიდან და საბოლოოდ ეს გადადის მთელი ერის მასშტაბით. მე რაც შემიძლია, ყველაფერს რა თქმა უნდა გავაკეთებ, მე ვფიქრობ, რომ ჩემი ეგრეთ წოდებული ბექგრაუნდი მეტყველებს იმაზე თუ რა შემიძლია და მე პირობას ვდებ, რომ ამ ქალაქს ეყოლება არა მარტო ყველაზე ახალგაზრდა მერი, არამედ ყველაზე მშრომის მოყარე მერიაც. და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქალაქში საბოლოოდ დასრულდეს ოცნების მმართველობა. ეს დაიწყება ქალაქი და შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ იმას, რომ ის რაც მე მიზნად მაქვს დასახულები, რომ ოზურგეთმა მიიღოს, ეს ყველაფერი საბოლოოდ გადავიდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებების შეტანა პირველ რიგში დაიწყება ოზურგეთთან. ბატონო ალექსანდრე, ასევე თქვენ ახლა ეთერში ხართ გვერდსველა ვერაულით იმ თემას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან რაღაცა აქტუალურია ჩვენს ქვეყანაში. მიმდინარე მოვლენები, აქციები, დასავლეთიდან გამოხმაურება, თქვენ როგორ შეაფასებთ ამ მოვლენებს, რაც საქართველოში ხდება, რამდენად არის ეს პოლიტიკური კრიზისი, ან არის თუ არა და თქვენ როგორ უყურებთ, რამდენად სამართლიან გარემოში უწევს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიის წარმოება თითოეულ თქვათ ოპოზიციურ პარტიას. პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი შეფასებით როგორც მინიმუმ 2012 წლის შემდეგ მსგავსი კრიზისი, ასეთ კრიზისში არ ყოფილა არასდროს სახელმწიფო, როდესაც მთავრობას აქვს ძალიან სერიოზულ დონეზე ლეგიტიმაციის პრობლემები. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მინდა ვისარგებლო ეთერი და სოლიდარობა გამოუცხადო სინდისის პატიმრებს. მეც მიღებული მაქვს და ჩვენ პარტიის წარმომადგენლებსაც, რა თქმა უნდა, მიღებული აქვთ აქციებში მონაწილეობა და დეკემბრის საღამოები ფაქტიურად გათენებული გვაქვს. ეს სიტუაცია რაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან ცუდად მოქმედებს თვითონ ერზე და სახელმწიფოზე და მის რეპუტაციაზე და ამავდროულად, რა თქმა უნდა, დღესდღეობით რა სიტუაციაშიც ხდება არჩევნების ჩატარება, ეს არის ძალიან ტოქსიკური გარემო, მაგრამ მე მოუწოდებ ყველას, რომ განსხვავებით ჩვენი
იდეოლოგიებისა და ჩვენი პოლიტიკური გემოვნებებისა მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ყველაზე სწორი იქნება ახლა ქვეყნის მომავლისთვის. აი პირიქით თქვენი პარტიისთვის, თქვენთვის დამაზიანებელი ხომ არ იქნება არჩევნებში მონაწილეობა იმიჯის თვალსაზრისით, მე მას გულისხმობ. ჩვენ ესე არ ვფიქრობთ, რადგან ჩვენ ყოველთვის გვქონდა საკუთარი იდეოლოგია და საკუთარი მიმართულება და არასდროს არავის არ ეკითხებოდა ეს პარტია რა გზით წავიდეს, არც ერთ რადიკალურ პარტიას და არც მეორე რადიკალურ პარტიას არ ეკითხებოდა. ჩვენ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება მარტივი მიზეზის გამო, რომ როდესაც ჩვენ მართველი რეჟიმის ხელში ვტოვებთ მთლიან საზოგადოებას და არანაირ ალტერნატივას არ ვთავაზობთ, ეს რა თქმა უნდა პირველ რიგში სასარგებლო არის ოცნებისთვის, ელემენტარული მიზეზის გამო ის აიღებს 100%-იან დომინანტობას და ჩაატარებს თავისუფლად ლეგიტიმურ არჩევნებს და ვერავინ ვერ მისცემს მას შენიშვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არალეგიტიმურა და არა გამჭვირვალე ჩაატარა. ჩვენ თავაზობთ მოსახლეობას იმას, რომ დავიწყოთ ეს პროცესი, ცვლილებების პროცესი და საბოლოოდ საპარლამენტო არჩევნებამდე მივიყვანოთ ეს. თუმცა დასავლეთიდან იყო რჩევა რეკომენდაცია იგივე ევროპარლამენტარების მხრიდან, რომ იქნებ არ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, იქნებ თქვათ ეზრუნათ იმაზე, რომ ქვეყანაში ჩატარებულიყო ახალი საპარლამენტო არჩევნები. თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით თუ შეიძლება? პირველ რიგში მე მინდა ვთქვა, რომ მე არ მგონია იყოს ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი მაინც ოპოზიციურად განწყობილი, რომელსაც არ უნდოდეს ახალი და ვადამდელი არჩევნები, საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, ეს რა თქმა უნდა ჩვენი მიზანიც არის და ეს არის ზუსტად ის მიზეზი, რატომაც ჩვენ ამ არჩევნებზე გავდივართ, რომ რაც შეიძლება დავასუსტოთ ოცნება, რომ საბოლოოდ ამ ულტიმატუმზე წამოვიდნენ, მაგრამ მე უпроსტად კომპრომისზე წამოვიდნენ. მეორე მხრივ ჩვენ ყოველთვის და ამ პარტიის წარმომადგენლობა და ეს პარტია ყოველთვის ცნობილი იყო იმით, რომ ისინი არასდროს არ ეკითხებოდნენ უცხოელებს, ყოველთვის მოქმედებდნენ თავიანთი მოსახლეობის ინტერესებში. შესაბამისობიდან გამომდინარე, რადგან ჩვენ საუბრები და კომუნიკაციები მუდმივად გვაქვს ჩვენს ამორჩეველთან, ეს იყო ჩვენი ამორჩეველის დაკვეთა და ჩვენ რჩებით ერთგულები, რა თქმა უნდა, ერთგულები რჩებით ჩვენი ამორჩევლების მიერ, რომლებიც არ თვლიან, რომ სწორი არის რადიკალიზაცია და მშვიდობიანი ძალით შეგვიძლია ამ ქვეყანაში ცვლილებების დაწესება. და ბოლო კითხვა ბატონო ალექსანდრე, თუ შეიძლება მოლოდინები თქვენი, რამდენად გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ რეალობა შეიცვლება, ან როგორ დამთავრდება არჩევნები და რა შეცვლის ეს ქვეყანაში და კონკრეტულად თქვენი პარტიისთვის რა შეიცვლება. და თუ შეგიძლიათ ეს ბოლო კითხვა და შემდეგ თუ გინდათ მიმართეთ თქვენს ამორჩეველს, ამაზე არ გსკუტავ. ბატონო, პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება ძალიან ემოციური არჩევნები ყველასთვის. მეორე მხრივ, ჩემს მოლოდინებს რაც შეეხება, ეს არის ის, რაც მინდა რომ ამორჩეველს უთხრა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოზურგეთის მოსახლეობა მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რა არის უკეთესი, თქვენ ცხოვრობდით უკეთ 4 წლის შემდეგ უკეთესად ცხოვრობთ თუ უარესად, შეიცვალა რამე თქვენ ცხოვრებაში თუ არ შეცვლილა. თუ თქვენ თვლით, რომ ამ კითხვაზე პასუხი არ არის, მაშინ მე დარწმუნებული ვარ, რომ პასუხი არის ძალიან მარტივი. მეორე მხრივ, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ. დრო არის მივცეთ შესაძლებლობა ახალ თაობას, რომელმაც განათლება და გამოცდილება მიიღო განვითარებულ ქვეყანაში და მიუხედავად ამ ყველაფრისა ის დაბრუნდა თავისი ხალხისთვის, რომ ეს ყველაფერი თავის მოსახლეობას დაუბრუნდეს. და მე გპირდებით, რომ არა მარტო ყველაზე ახალგაზრდა მერი, არამედ ყველაზე მშრომელი მერიც გეყოლებათ, რომელიც მთლიანად გაათავისუფლებს კორუფციისგან ოზურგეთს. დიდი მადლობა. პირიქით მადლობა გადაცემაში მობრძანებისთვის, სტუმრობისთვის და საუბრისთვის. მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ალექსანდრე მენაბდე, გახარიას საქართველოსთვის ოზურგეთის მერობის კანდიდატი. კარგად გრძელდებათ.